ყველა საკუთარ ეგოს ვიმაღლებთ, სინამდვილეში ვინ რა შეძლო აქ. ახლა გიამბობთ ცოტა სიმართლეს, სინამდვილეში ვინ რაც შეძლო აქ. ჯერ იყო ღმერთი, მერე კი სიტყვა, მერე ეს მიწა შეიქმნა ღვთისგან. მიწამ კი იწყო გაფურჩქნა და მიწა ნამდვილ სამოთხედ იქცა. მერე კი ღმერთმა შექმნა ადამი. ადამიანი გახადა ღირსად. არაფრის ღირსი არ იყო იგი, მაგრამ ის ღმერთმა ჩათვალა ღირსად. და დადიოდა ადამიანი. მთელი სამყარო მის ფეხქვეშ იდგა, მაგრამ ეშმაკის მცირე ხაფანგი და დანაკარგი ვიწუნიეთ დიდძალ, ამდენი კარგი რამ გქონდა ღვთისგან. ხელმოსაჭიდად და გასახარად მთელი სამყარო გაიღო ჩვენთვის, ჩვენ კი სულ ცოტა რამ გქონდა ტვირთად, სულ მცირე ტვირთიც არ ვზიდეთ მისთვის. არ მივიჩნიეთ არაფრის ღირსად, ადამიანმა რაც შეძლო მაშინ დაწერილია უტყუარ წიგნად. უფლის სიყვარულს მე არ გასწავლით, გულში ყველა გრძნობს, ვისაც სურს ხედავს, მის მოთმინებას დავემოწმები, არასდროს დავგმობ მის არსებობას. თუმდაც საკუთარ სისხლად დამიჯდეს, ყველა ურწმუნო ღვთისარ მოშიშე და ეგ ქართველთა რწმენით გაგიჟდეს. ეს შეძლო ღმერთმა, ადამიანმა და საქართველომ. ჩემო ქვეყანავ ჩემო, რა მოგეხმარო რომ გაგამთელო.